გაგრაში პლუს 21 გრადუსი და წვიმიანი ამინდი, სოხუმში ასევე 21 გრადუსიანი ავარაუდები, თუმცა ზეთს გამონათებს ღრუბლებიდან. ზუგდიდში წვიმს 22 გრადუსი ტემპერატურის თანხლებით, მესტიაში 18 გრადუსი, უმეტესად მზიანი იქნება დღე. ფოთში კი წვიმს 21 გრადუსი ტემპერატურა. 21 გრადუსის თანხლებით ჩაივლის ასევე დღე ბათუმში, ოზურგეთში 22 გრადუსი და წვიმიანი ამინდი გელოდებათ. ქუთაისში 23 გრადუსი და ასევე წვიმა. ამბროლაურში წვიმს 21 გრადუსი ტემპერატურის თანხლებით. ახალციხეში 21 გრადუსს გვპირდებიან სინოპტიკოსები, რაც შეეხება ბორჯომს, აქ 16 გრადუსი და ასევე წვიმიანი იქნება დღე. ბაკურიანში 14 გრადუსი და წვიმა. გორში 23 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი იქნება დღე. ცხინვალშიც ღრუბელია, თუმცა მზეც ანათებს 20 გრადუსი ტემპერატურა, სტეფანწმინდაში 14 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება გუდაურს, აქ 12 გრადუსი. თელავში წვიმიანი დღე გაქვთ, თელაველებო 23 გრადუსი, რუსთავში ღრუბელია, მაგრამ ტემპერატურა საკმაოდ მაღალი, 27 გრადუსი და ჩვენს დედაქალაქ თბილისშიც არ აკლებს ტემპერატურა და 26 გრადუსს გვპირდებიან სინოპტიკოსები. დღე ღრუბლიანი იქნებაო, მაგრამ ვამბობ ხოლმე, რომ უფრო მეტი მზე გვექნება და ესეც ხდება ხოლმე და მე მგონია, რომ გამოანათებს დღესაც.